აქ გვაქვს სურათი, სადაც რამდენიმე ცხოველი არის მისული წყალთან, წყლის დასალევად და მე მაქვს ასეთი კითხვა. რატომ ვერ ვხედავთ უფრო მეტ ცხოველს? ამ ფოტოში კი არა, ზოგადად, რატომ არ არის უფრო მეტი ცხოველი? აშკარად სივრცე საკმარისია ცხოველებისთვის და თან თუ ფოკუსირდებით ერთ-ერთ ნებისმიერ პოპულაციაზე, თქვათ ზებრაზე, ვიცით, რომ თითოეულ ზებრას შეუძლია გამრავლდეს და რამდენიმე შთამომავალი ჰყავდეს. და არა მარტო ეს, არამედ ამ შთამომავლებსაც შეუძლიათ, რომ თავიანთი შთამომავლები ჰყავდეთ, თითოეულს რამდენიმე და ასე შემდეგ. ანუ ისე გამოიყურება, რომ თითქოს ზებრები უნდა მრავლდებოდნენ და უფრო მეტი უნდა იყოს, რაც დრო გადის. და იგივეს თქმა შეგვიძლია მაგალითად ანტილოპებზე ან ბიზონებზე. რატომ არ ხდება ასე? მოდი დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას საჭიროებს თითოეული ორგანიზმი ან ორგანიზმების პოპულაცია იმისთვის, რომ გადარჩეს. უმეტესობას სჭირდება ჰაერი, განსაკუთრებით ჟანგბადი და რა თქმა უნდა არსებობისთვის საჭირო სივრცე. ამ სურათში ჩანს, რომ სივრცე აშკარად საკმარისია, ვიცით, რომ ჰაერი უხვად არის დედამიწაზე, ასე რომ არც სივრცე და არც ჰაერი არ გამოდის ის შეზღუდული რესურსები, რომლებიც პოპულაციების ზრდას აფერხებს. მაგრამ მოდი ახლა დავუკვირდეთ წყალს. ეს მომცრო წყლის აუზი, ან გუბესავით რაღაცა, მაგრამ აუზი დავარქვათ, არც მაინც და მაინც ღრმა ჩანს და არც მაინც და მაინც დიდია. ანუ შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში წყალი იყოს შეზღუდული რესურსი. ანუ თუ ცხოველთა პოპულაციებიც გაიზრდება, მაშინ წყალი აღარ იქნება საკმარისი ყველასთვის. ასევე ყველა ეს პოპულაცია ერთმანეთთან დაიწყებს ბრძოლას ერთი და იმავე რესურსისთვის. და რაც შეეხება საკვებს, ვხედავთ, რომ ცოტაოდენი ბალახი არის, მაგრამ ტერიტორიის დიდი ნაწილი არის მშრალი და უნაყოფო, რაც მიუთითებს იმას, რომ საკვებიც არის შეზღუდული რესურსი. იგივენაირად შეგვიძლია ვიმსჯელოთ მცენარეებზე. რატომ არ არის მეტი მცენარე, რატომ არ არის მეტი ბალახი მაგალითად? მცენარის გადმოსახედიდან სივრცეც, ჰაერიც და მზის სინათლეც სამივე არის ბლომად. ასე რომ ისევ შემაფერხებელი ფაქტორი აქ გამოდის წყალი. უფრო მეტი წვიმა რომ იყოს და მეტი რომ იყოს წყალი, მაშინ ბალახიც უფრო გავრცელდებოდა და სხვა მცენარეებიც. ამ შემთხვევაში საკმარისი საკვები, ანუ საკმარისი ენერგია იქნებოდა ცხოველებისთვის და შესაძლოა უკვე სივრცე გამხდარიყო შეზღუდული რესურსი. თავარია გავაცნობიეროთ, რომ ყველა ორგანიზმს სჭირდება რესურსები გადარჩენისთვის და გამრავლებისთვის. სხვადასხვა პოპულაციები ხშირად ზუსტად ამ რესურსებისთვის ეჯიბრებიან ერთმანეთს. ერთი პოპულაციის შეზღუდვა სხვა პოპულაციაზეც აისახება. მაგალითად, მეტი წყალი ნიშნავს მეტ ბალახს, ხოლო მეტი ბალახი მეტი ზებრების, კამეჩებისა და ანტილოპების არსებობას. და ეს ყველაფერი ერთმანეთთან გადაბმულია რესურსების ხელმისაწვდომობით და კონკურენციის გზით.